რამდენიმე წამში ვიგრძენით, რომ კარებზე ჯაჯგური დაიწყო ყველა მხრიდან. წინაც ხედავდით, უკანაც ხედავდით, სავსე იყო ჩვენი ფანჯრები აი ამათი სახით და გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ და გვირტყავდნენ. თუ ჩაგვილეწავდნენ ფანჯრებს, მეშინოდა რომ დააზიანებდნენ ცხოს. მე ვარ თათუ შარვალაძე. მეზახიან აქტივისტს, მაგრამ მგონია რომ ვარ მოქალაქე და უბრალოდ გამოვხატავ ჩემს წუხილს და სამართლობას აფიქსირებ ყოველთვის ამას ვგრძნობ. მე ვიყავი მანქანაში, რომელსაც თავს დაესხნენ პოლიციელები განსაკუთრებული დეპარტამენტის დავალების დეპარტამენტის წარმომადგენლები ნიღბებით და მე ვიყავი ჩემს შეყვარებულ გიორგისთან ერთად მაშინ როდესაც ის კადრები გადაიღო მედიამ, რომელიც თქვენ იხილეთ. მე ვიყავი აქციაზე, გიო მოვიდა მანქანით, ჩაუჯექი მანქანაში და დავარყით წრემისთვის, რომ დაგვეპარკინგებინა მანქანა და გადავსულიყავით, შევერთებოდით აქციას, ვასიგნალებდით, მხარდაჭერას უცხადებდით აქციის მონაწილეებს და ვიძახდით იმ სიტყვებს, რომელსაც ყველგან გავიმეორებ ყოველთვის. ცეცხლი ოლიგარქიას. დაინახეს აქციის მონაწილეებს გაუხარდათ ჩვენი მანქანიდან მხარდაჭერა. რამდენიმე წამში ვიგრძენით, რომ კარებზე ჯაჯგური დაიწყო ყველა მხრიდან. წინაც ხედავდით, უკანაც ხედავდით, სავსე იყო ჩვენი ფანჯრები აი ამათი სახით და აი ეს რტყმის ხმა იყო ესეთი ძალიან ძლიერი. გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ და გვირტყავდნენ. თუ ჩაგვილეწავდნენ ფანჯრებს, მეშინოდა რომ დააზიანებდნენ ცხოს ამ შემთხვევაში გიორგის. ჩემ თავზე დიდად არ მიფიქრია. მე ვფიქრობდი რა შეიძლება რომ გამეკეთებინა ამის პრევენციისთვის და ვიცოდი რომ რადაც არ უნდა დამჯდომო და მათ არ ვეცდებოდი რომ არ გამეტანებინა მათთვის უდანაშაულო ადამიანი, რომელიც უბრალოდ სოლიდარობას გამოხატავდა აქციის მონაწილეებისადმი. თვითონვე მიხვდნენ როგორც ჩანს მათ რიგებში ვიღაცებმა იფიქრეს, რომ ეს ცუდი სანახავი იქნებოდა მართლა. საგზაო წესებიც არ დაურღვევია მანქანას, რომელიც მოდიოდა. ერთადერთი იყო რომ პარკინგის ადგილი ვერ ვიპოვეთ და კიდევ ერთ წრეზე წავედით, რომ იქნებ ეხა მაინც გვეპოვნა, რომ რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავით აქციასთან ეს იყო და კორდონიდან, რომელიც თვითონვე დაარღვიეს და მათი მიზანი ალბათ ის იყო, რომ არავინ ქუჩაზე არ გადმოსულიყო, თვითონ გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც კეტავდნენ მოძრაობას. ჩვენ აბსოლუტურად არც ერთი წამით არ გაგვიჩერებია, რაღაც მოუყვებოდით აი ამ ტემპს, რომლითაც გადაადგილდებოდნენ მანქანები. ხო, ალბათ მანდ მიხვდნენ, რომ არ იყო თლად პროდუქტიული ის, რასაც აკეთებდნენ. ჩემთვის პირადად დიდი ხანი გრძელდებოდა ეს ჯაჯგური, აი ეს რტყმა და მთელი ძალით ურტყავდნენ ესენი მანქანას. მან კიდევ უფრო მივხვდი, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად ხდებიან მათი თავდასხმის მსხვერპლნი, თუ ესე გავეშებით მათ შეუძლიათ ურტყან ფანჯრებს, ხვდები როგორი დაუნდობლები არიან ადამიანების მიმართ. ეს არის რაღაცა არანორმალური სანახაობა არის და ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ანუ უბრალოდ კიდევ ერთხელ დაგვანახეს საკუთარი სახე, რაზე არიან წამსვლელები, რა მიზანი აქვთ, რას ცდილობენ. ვფიქრობ, რომ ალბათ იმ პოლიციელებს, ვისაც ღირსება და შერჩენიათ და მართლაც ცდილობენ ემსახურონ საქართველოს და არა რეჟიმს, დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანად უნდა ჰქონდეთ ის პროტესტი, რომ მათ მუნდირს მართლა ფეხქვეშ თელავენ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც არ არიან იმ ადგილას სამართლიანად მოხვედრილები, სადაც უნდა იყვნენ და არ ასრულებენ იმ საქმეს, რომელსაც უნდა ემსახურონ მათ მანქანებს და ეკიპაჟებს აწერიათ, რომ ემსახურებიან საქართველოს და ისინი არ ემსახურებიან დღეს საქართველოს და მათ არ აქვთ არანაირი სხვა ინტერესი გარდა იმისა, რომ უბრალოდ ალაგმონ და შეზღუდონ ყველანაირი გამოხატვის თავისუფლება იმისათვის, რომ უბრალოდ აღარ დარჩეს არავინ ამ ქვეყანაში, ვინც მათ ძალაუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ყველაფრით ცდილობენ, რომ ფიზიკურად გაგანეიტრალონ. ამით ცდილობენ, რომ დაანახონ ხალხს, რომ თუ საკმარისად ხმამაღლა ისმის შენი ხმა, პრობლემები შეგექმნება. ამას უკავშირებს გუშინდელ ინციდენტსაც. საღამოს სამსახურებიდან რომ გამოვედით, ჩავსხედით მანქანაში, დავტრიალდით და
იმ წამსვე დავინახე, რომ ეკიპაჟი დატრიალდა ჩვენს უკან და მეორე ეკიპაჟიც მოტრიალდა. მოპირდაპირ მხარეს Škoda იდგა, რომელშიც იცხდნენ ადამიანები. Ერთუნებულები ვიყავით, რომ ჩვენ აგვედევნა ეს პოლიცია, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ კარგავდა ჩვენს მანქანას, ანუ გადავდიოდით, რომ თუ გვიწევდა ხაზის ცვლა, სამანქანოს ხაზის ცვლა, ჩვენ მოყვებოდა და ორ ეკიპაჟს ხედავდით ჩვენს უკან. ერთმა ჩააქრო ფარები წინას ენთო, წინასწარ გადავიღეთ ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აბსოლუტურად არაფერ კანონსაწინააღმდეგოს არ ვფლობთ, არაფერი არ გვაქვს, ვართ აბსოლუტურად ისე როგორც უნდა იყოს კანონმორჩილი მოქალაქე, რომ არ აღვენიშნება არანაირი დაზიანებები. მომამზადე ტელეფონი ვისთვის რომ გვაგვეჩერებდნენ, გავსულიყავი ლაივში და თქვენამდე საზოგადოებამდე მომეღწია ხმა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება არ გაგიმართლოს და ისე აღმოჩნდა მათ ხელში რომ ეს ვერ მოახერხოთ. და ხო, ერთადერთი ადგილი, სადაც გვეგულებოდა, რომ შეიძლება მივიდეთ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ შესახებ, იყო ტელევიზიის ეზო და რადგან ჩვენ საბურთალოზე მივდიოდით, ფორმულას ეზოში შემოვედით. იქამდე აბსოლუტურად უწყვეტად მოყვებოდნენ, ანუ ყველა მიმართულება, რომელიც შევიცვალეთ, რომელ გამზირზეც გადმოუხვდეთ, მოყვებოდნენ ეს მანქანები. იქ უკვე ჩემი მეგობარი დაგხვდა, რომელიც იქვე ცხოვრობს და იცოდა ამის შესახებ, რომ იქ მივდიოდით და მან გადაიღო სწორედ ეს კადრები, რომელიც ჩანს, რომ ჩვენი მანქანის პარკინგზე შესვლის შემდეგ როგორ ჩერდებიან 4, მათ შორის უნომრო მანქანაც. იმის მიუხედავად, რომ კანონმორჩილი ხარ, არაფერს არ არღვევ, არაფერი არ გიდევს კანონსაწინააღმდეგო თან არ დაგაქვს, მაინც სუიცი რომ უდანაშაულო ადამიანებისთვის დანაშაულების გამოგონება შეუძლიათ და ეს არის მათი მიზანი, ამიტომ ხო მაქსიმალური პრევენცია და მაქსიმალურად ყველა ზომის გატარება იმისთვის, რომ საკუთარი სიმართლე სადღაც დაამტკიცო, მე უკვე საჭიროა და სწორედ ესე მოვიქეცით. არ ვიცი რა მიზანი ჰქონდათ, მაგრამ ხო ეს რაც რეჟიმის ტერორის ერთ-ერთი სახეობა ხო რომ გეშინოდეს აი სხვა ადამიანები მეუბნებიან, რომ აი გუშინ ვაკვირდებოდით მანქანებს ხوار მოყვებოდნენ, ანუ ზუსტად ეს არის რეჟიმის მიზანი, რომ მაქსიმალურად არაკომფორტულად იგრძნო თავი და მაქსიმალურად ბევრი მიზეზი გქონდეს, რომ იფიქრო, რომ კაი მოდი გავჩერდები და არ ვიცი, დინებას გავყვები და იქნებ ამითი დავიცვა თავი და სიჩუმე არ არის თავდაცვა. ერთადერთი იარაღი გვაქვს, რაც არის ჩვენი სიმართლე და ის რომ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ვართ მართლები ამ ბრძოლაში და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ არც არავინ არ გვიხდის არაფერს ამ ბრძოლაში. არც არანაირ სარგებელს არ ვიღებთ. უბრალოდ ვიცით, რომ ჩვენ დასაკარგი ქვეყანა არ გვაქვს რა, ეს ქვეყანა ქარს არ მოუტანია, რომ ქარმა წაიღოს მართლა და ეგ არის და ეგ რომ ვერ დავთმობთ ამ ქვეყანას. გული ამით რა? სისხლით? რვა ადამიანი და ეხლა გამოვიდნენ საკუთარ შენაგან საკუთარ რომ რვა ადამიანი დაუჭერს სისხლს. ის არის ჩვენ მეგობარი ხა. პოლიციელები ხშირად იძახიან ხოლმე აქციებზე, რომ დამშვიდით, დაწყნარდით ქალბატონო, დამშვიდით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ადრე უბრაზობდი ხოლმე ამას რომ მეუნებოდნენ. და მე მივხვდი, რომ არ დავმშვიდდები ბატონო უპასუხობ, იმიტომ რომ არ დავმშვიდდები რა, სანამ ამ მდგომარეობაში ვართ, ვერ დავმშვიდდები. როდესაც მივახწევთ საწადელს და ეს ქვეყანა მარწუხებისგან განთავისუფლდება და გვექნება პერსპექტივა და პოტენციალი ის, რაც ამ ქვეყანას ძალიან დიდი აქვს, დავმშვიდდები. ამ პოლიციელებს ვემართავ, მეც ძალიან მიყვარს მშვიდი ცხოვრება და გავაგრძელებ ცხოვრებას ისე როგორც ერთხელ რომ მოვდიხარ, ერთხელ რომ ცხოვრობ, უნდა იცხოვრო.